მოგესალმებით. ეს არის მილენიარი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. 21 საუკუნეში დღეს ჩვენ ხედავთ კატასტროფას, გენოციდს პირდაპირ ეთერში, ესე ვთქვათ. ისეთი კადრები ვიხილეთ ამ ბოლო დღეებში, რომ მე პირადად რამოდენიმე დღე არ მეძირე კოშმარები მესიზრებოდა და მეგონა რომ იქ ვიმყოფებოდი. მოხდა გენოციდი რელიგიური უმცირესობების, ალავიტებისა და ქრისტიანების. ერთი მხარე ამბობს, რომ ეს არ იყო რელიგიური ხასიათის გენოციდი, ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა. მეორე მხარე ამბობს, რომ ეს არის პირდაპირ, ესე იგი, რელიგიური წმენდა და ესეთი ტერმინიც იყო ისლამური რაიხის შექმნის მცდელობაც. ჩვენი სტუმარია დავით კობერიძე, აღმოსავლეთმცოდნე, რომელმაც იცის რეგიონი, იცის სირია და სამდე ესე დავიწყებდეთ, აი უბრალოდ რომ წარმოდგენად გქონდეს, რა ფუნდამენტური განსხვავებაა ალავიტებსა და სუნიტებს შორის. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვიმყოფებით, რომლებსაც მასდაგვაიც კარგად არ იციან რა განსხვავება. და აქედან დავიწყოთ მე რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რაც მოხდა. კი ბატონო. მივესალმები მსმენელს, მაყურებელს, პატივისცემით. რა განსხვავება სუნისსა და ალავიზმს შორის. ალავიტები არასოდეს არ ითვლებოდნენ მუსლიმებად. ეს არის ცალკე სექტა, რომელიც თავს არ თვლიდა, თვითონ არ თვლიდნენ თავს მუსლიმებად. როდიდან გახდა მათი გამუსლიმება აქტუალური და როდიდან გახდნენ ისინი მუსლიმები. ეს არის დღევანდელი დევნილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მამის ჰაფეზ ალ-ასადის საპრეზიდენტოდ მომზადების წინა პირობა. სირიის კონსტიტუცია ითვალისწინებს სირიის პრეზიდენტად ყოფნას მხოლოდ მუსლიმის და მეტი არავისი. გამორიცხულია რომ სირიის პრეზიდენტი იყოს ქრისტიანი, სხვა კონფესიის მიმდევარი და ასე შემდეგ. და რადგანაც ალავიტები არ ითვლებოდნენ მუსლიმებად, განსაკუთრებით სუნიტების, ესე იგი სირიის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, ბაშარ ალ-ასადის მამამ, ჰაფეზ ალ-ასადმა დიდი მცდელობის შემდეგ მოახერხა, რომ ერთ-ერთმა აიათოლამ, თუ არ ვცდები, ეს იყო აიათოლა, რომელიც მოვაწეობდა ლიბანში, მან გამოსცა ესეთი განკარგულება, რომელსაც ისლამის ენაზე ფატვა ჰქვია, ფათვა, სადაც ალავიტები აღიარა შიიზმის ერთ-ერთ მიმდინარეობად. ამის შემდეგ იწყება მათი მუსლიმობა. და ამის შემდეგ იწყება ზუსტად ის ურთიერთობები, მჭიდრო და კარგი ურთიერთობები, რაც დამყარდა სირიის ხელმძღვანელობასა და ირანს შორის. ეს ურთიერთობები გრძელდებოდა ბაშარ ალ-ასადის გაქცევამდე. დღეს უკვე სხვა სიტუაცია, იქ არავინ იფიქროს, რომ ირანმა ხელი ჩაიქნია სირიაზე, ლიბანზე და მის საუკუნეების მანძილზე განვითარებულ ოცნებაზე, ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა და ასე შემდეგ. ირანს არაფერი არ დავიწყებია და ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ ახლოვადიანში არა ვიხილავთ ირანის აქტივობებს სირიის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე. მოკლედ, ეხლა აქ საქმე იმაში კი არ არის რა განსხვავება მათ, ძალიან დიდი განსხვავებებია, ფუნდამენტური განსხვავებებია მათ შორის, სუნიტებსა და ალავიტებს შორის. თავარი საკითხი და რის გამოც დღეს მიმდინარეობს ის, რაც მიმდინარეობს სირიის ტერიტორიაზე, ეს არის თვითონ სუნიტები, ანუ ის მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი და იმ დაჯგუფებების ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ამ იდეოლოგიას ატარებს, სუნიტურ ისლამს. ისინი როგორ უყურებენ ალავიტებს, ქრისტიანებს, ებრაელებს, იეზიდებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისინი მათ არა მხოლოდ ალავიტებს, მინდა გითხრათ, რომ შიიტებსაც არ თვლიან მუსლიმებად. საერთოდ არ თვლიან და მიაჩნიათ, რომ შიიზმი და ირანი მათთვის გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ვთქვათ ისრაელიც კი. აი ამ დონეზეა მათი დაპირისპირება და უпростоრად მიუღებლობა ალავიტების მიმართ. ალავიტები ეს არის დახურული სექტა, ალავიტად იბადება ადამიანი, ალავიტი ვერ გახდება ვერავინ.
მათი ლიტერატურა პრაქტიკულად შეუსწავლელია, იმიტომ რომ ისინი არ იძლევიან ამის საშუალებას, რომ ვინმე უცხომ შეისწავლოს. უცხო კი არა, რიგითი ალავიტიც კი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ გაეცნოს მათ ლიტერატურას. ეს არის დაახლოებით აი ისეთი დონის ჩაკეტილი სექტა, როგორც თქვა დრუზები არიან აღმოსავლეთში. ეს მიღებული პრაქტიკაა და ხდება აღმოსავლეთის მიტრაიზმის პერიოდიდან. კი ბატონო. ეგეთი სექტები კი ბატონო. ცნობილია რომ ქრისტიანობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და რომელ კონფესიაზე არ მოახდინა გავლენა, ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში. დიდი გავლენა მოახდინა ალავიტების აზროვნებაზე და საერთოდ იდეოლოგიაზეც, ხო? ზოგიერთი რიტუალი, ვთქვათ, პირდაპირ წაღებული. ძალიან თეოლოგიური დისპუტებში რო შევიდეთ, ძირითადი პოლიტიკური განსხვავება რა არის, აი ეს დაგვანახოთ. აი რატომ ხოცავს ერთი მეორეს? რა არის ამის ესეთი ფუნდამენტური მიზეზი? თუ მხოლოდ პოლიტიკას მიუბრუნდებით და ისლამი და პოლიტიკა მოხსენებოდ განუყოფელია, ხო შეუძლებელია მათი ერთმანეთისგან გაყოფა. სუნიტისთვის თავარი მისია, მორწმუნე სუნიტზე ალაპარაკი, ხო? თავარი მისია არის, რომ მოაქციოს მის ირგვლივ ყველა ჭეშმარიტ მართლმორწმუნე მუსლიმად, ანუ სუნიტად. ეს ვრცელდება, რა თქმა უნდა, იმ კონფესიის ხალხზე, რომლებიც სახლობენ სირიის ტერიტორიაზე. მეტნაკლებად ალ-ასადების მმართველობის დროს სირიაში რელიგიური დაპირისპირება პრაქტიკულად არ არსებობდა. ეხლა უნდა გენახათ დამასკოს თავზე ყველაზე შემაღლებულ ადგილას ჰაფეზ ალ-ასადის დროს უზარმაზარი ჯვარი იყო დადგმული და დამასკოში და სხვა ქალაქებშიც ეკლესიების ზარების ხმა ისმოდა ყოველთვის. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება დღევანდელი სიტუაცია, ვინც ხელში აიღო ძალაუფლება. აი ეს გახმაურებული და ყბადაღებული ალ-ჯულანი, რომელმაც შეიცვალა სახელი და ასე შემდეგ, რომელიც წლების განმავლობაში თავის ბანდებთან ერთად ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბჭყალებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი მფარველობით, შეიარაღებით და წვრთნით და მათი თურქეთის ხელშეწყობით მათ აიღეს ძალაუფლება ხელში. ახლა უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ეს ალ-ჯულანი და რას წარმოადგენს და სპეციალისტები მაშინვე კი არ ვარაუდობდნენ, დარწმუნებულები იყვნენ და რა თქმა უნდა სწორი იყო ეს ვარაუდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, რაც ხდება დღეს. იმ რეგიონებში, სადაც ალავიტები ცხოვრობენ და მოხდა კიდეც, აი რამდენიმე დღეა იქ მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთი მონაცემით იქ შეჩერდა ეს ხოცვა-ჟლეტვა, მაგრამ სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდი ალბათობით გაგრძელდება ეს ყველაფერი. ეხლა ისიც უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ გენოციდს უწყობენ ამ ალავიტებს. ესენი არ არიან აუცილებლად სირიელები, ვთქვათ. იქ იბრძვიან ყველა ის ადამიანები, ვინც თავის დროზე შეუერთდა ისლამურ სახელმწიფოს, ალ-კაიდას და სხვა დაჯგუფებებს სირია, ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებში. ანუ გარედან მოსული ძალიან ბევრი. ცენტრალური აზიიდან არიან, უამრავი ადამიანია ცენტრალური აზიიდან. ყველა იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, განურჩევლად ყველა, გარდა ამისა, ჩინეთის სინძიან უიღურის ავტონომიური ერთეულიდან უიღურები ძალიან მრავლად იბრძოდნენ და იბრძვიან სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა დაჯგუფებაში, ძირითადად ალ-კაიდაში. ხო და ნუ ეს ჯულანი ტერორიზმში ყოფილი ტერორისტი და გამოსწორებული ტერორისტი ესთერამ არ არსებობს. ალ-კაიდა არის ალ-კაიდა. მსმენელისთვის, მაყურებლისთვის, ახლა ალ-კაიდა ყველას პირზე აკერია, უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებით 2001 წლის ტერაქტის შემდეგ, ხო, რომელიც ნიუ-იორკში მოაწყო ამ ორგანიზაციამ და ქართული მნიშვნელობაც იციან ალ-კაიდა, ეს ნიშნავს საფუძველს, რაღაც ბაზას. თავისთავად ახლა საფუძველი და ბაზა არაფერ ესე ნეგატიურს არ წარმოგვიდგენთ, ხო? მაგრამ რისი საფუძველი, რისი ბაზა? ალ-კაიდას სრული სახელწოდება არის არაბული, ეს არის ყაიდათულ ჯიჰად. ჯიჰადის საფუძველი. ჯიჰადის რატომ არ მოიხსენიებენ სრული სახელით ამას? იმიტომ რომ ახლა ჯიჰადი არის ისეთი ტერმინი, რომელიც
ისლამურ ლიტერატურაში არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი და მათთვის მიღებული საქმიანობა და ქმედება. მუსლიმი, რომელიც ჯიჰადს არ აღიარებს, ხო, ის აღარ არის მუსლიმი. და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს უნდა ვიცოდეთ. ინტერპრეტაციის რაღაც საგანია ხოლმე სოციალურ სივრცეებში, რომ არის დიდი ჯიჰადი, ანუ შინაგანი ომი და მცირე ჯიჰადი, რაც არის ის ომი ურწმუნოების. კი ბატონო, სრული სიმართლეა, ასეთი ინტერპრეტაციები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ჯიჰადი მართლაც ორნაირია, ორგვარია, დიდი და მცირე ჯიჰადი. ეს დიდი ჯიჰადია ზუსტად, რომელიც შინაგან ბრძოლას უკავშირდება და მცირე ჯიჰადია მხოლოდ, რომელიც უკავშირდება სხვა ქვეყნებში ლაშქრობებს, მეზობლებიდან დაწყებული შორეულ ქვეყნებზე, რისთვის ლაშქრობებს? ისლამის გავრცელება. აი ამაზეა ლაპარაკი, ჯიჰადი ალაჰის გზაზე. ჯიჰადი ალაჰის გზაზე ნიშნავს ისლამის გავრცელებას. აი, ვიმეორებ ხოლმე ყველგან. გადავხედოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციას, მოქმედ კონსტიტუციას. შავი თეთრზე წერია. ირანის შეიარაღებული ძალები და ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი შეიქმნა არა მხოლოდ საზღვრების დაცვისთვის, არამედ ჯიჰადისთვის ალაჰის გზაზე, ისლამის გასავრცელებლად. სად გასავრცელებლად? ირანის ირგვლივ, თქვათ, ავღანეთში და პაკისტანში გავრცელებულია. დანარჩენ მსოფლიოში. ამაზეა ლაპარაკი. ისლამისთვის და განსაკუთრებით მისი განსაკუთრებით რადიკალური მიმდინარეობებისთვის სრულიად მიუღებელია რაიმე განსხვავებული კონფესიის არსებობა. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. აქ ლაპარაკია რადიკალურ ისლამზე და არა ჩვეულებრივ რიგით თქვათ ქართველ მუსლიმზე, რომელიც თავისთვის წდარად რომელიღაც რაიონში ან ქალაქში ცხოვრობს და აი შედარებითი ანალიზი რო მოახდეთ, მე მაინც და მაინც სიმართლედ არ ვიცნობ არაბეთის ისტორიას, უფრო ოსმალეთის ისტორიას ვიცნობ, ესაც ბალკანური პოზიციებიდან, ქრისტიანული ევროპული პოზიციებიდან და ოსმალებს მაინც ჰქონდათ ესე ვთქვათ, გარკვეულ ეტაპამდე ძალიან შემწყნარებლური პოლიტიკა. თავის, იყო კი, რა თქმა უნდა, იქ შევიწროებები, მაგრამ ძირითადად თუ ქრისტიანი იყავი, მაინც ჰქონდა, ესე იგი, სფეროები, რომელსაც შენ შეგელო, რომ ესე იგი, გეცხოვრა, ქონოდა ვაჭრობის უფლებას ქონდა, ქონების უფლებას ქონდა, მთელი რიგი უფლებები ქონდა. და საპატრიარქოები დატოვა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დატოვა, ინახავდა გარკვეულწილად და ცდილობდა, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად ექცია. აქ ჩვენ ხედავთ სირიაში, რომ ეს პრობლემა უცბად მოგვარებული იყო რაღაც ეტაპამდე და უცბად იფეთქა. აი ეს აფეთქების სიმძაფრე, ეს იქიდან ხომ არ არის გამოწვეული, მაგაც ვფიქრობ, რომ ქრისტიანები, ალავიტები ასაც უჭერდნენ მხარს და ეხლა არის უბრალოდ შურისძიება და რელიგიური რაღაცა იმით იფარება ეს ყველაფერი. ასადების ოჯახი თვითონ წარმოადგენს ალავიტების მიმდინარეობას, ხომ? და ამიტომ მას ძალიანაც უჭერდნენ მხარს ალავიტები. თუმცა ალავიტებს შორისაც ყავდა მას გარკვეული ოპოზიცია. მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც თქო საჭირო იყო და ასე შემდეგ. ქრისტიანებიც რა თქმა უნდა არ იყვნენ წინააღმდეგი თავისი დიდი ნაწილით ასადების ოჯახის მმართველობის, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, განსაკუთრებით სირიელმა ქრისტიანებმა იციან, რას ნიშნავს იქ თლიანად ისეთი კლასიკური მუსლიმური მმართველობა. ორიოდი სიტყვით თქვათ, რას ნიშნავს ეს ისლამური სახელმწიფო რა არის ეს? რამდენიმე წლის წინ ეს ძალიან პოპულარული ტერმინი იყო, ხო, ისლამური სახელმწიფო, ხან იგილს არქმევდნენ, ხან აისის, ხან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველანაირ სახელს არქმევდნენ. ხო, რა არის ისლამური სახელმწიფო? ისლამური სახელმწიფო მომდინარეობს ისლამის ძირითადი პრინციპებიდან. ისლამი უნდა იყოს ერთადერთი რელიგია თელს დედამიწაზე. კლასიკურ ისლამში ბრძოლა მოეთხოვებოდა მუსლიმს ყველასთან და ისეთი გარკვეული მკაცრი შედეგების დადგომით. თქვათ, პოლითეისტი წარმართი პირდაპირ იმსახურებდა ამ ბრძოლას, ან განადგურებას, ან აი ესეთი სიმკაცრე იყო მათ მიმართ. ერთადერთი, ვისაც არჩევანი ჰქონდა ისლამის მიღებას და ბრძოლას შორის, ეს იყვნენ ქრისტიანები და ებრაელები, ანუ წიგნის ხალხი. მათ ვისაც ებოძათ წიგნი. ყურანის ტერმინია, ვისაც ებოძა წიგნი. ისლამებიც იყვნენ თუ არა?
ამაში არ შეიძლება. ზოროასტრებისაც ზოგიერთები მიაკუთვნებენ, იმიტომ რომ მათაც გააჩნდათ წიგნი, მაგრამ როგორც წესი ზოროასტრებს გაცილებით მეტი სიმკაცრით ეპყრობოდნენ. აი ძირითადად ეს მაინც ქრისტიანებზე და იუდეველებზე ვრცელდებოდა ეს წიგნის ხალხის ეს ტერმინი. აი პირველი არაბები რომ გამოჩნდნენ საქართველოში, აი ისლამის ჩასახვისთანავე მაშინვე გამოჩნდა აქ ქართლში შემოვიდა აბები იბნ მასლამა და ცნობილია მისი დაცვის სიგელი, რომელიც გადაეცა ქართლის მმართველს. ყურადღებით წასაკითხე იქ რა წერია იქ და რა სითვალისწინებდა ეს. არანაირი შეტაკება არ მოხდა პირველივე ჯერზე, ქართველებმა მიიღეს დაცვის სიგელი, დაეთანხმნენ იმ პირობებს და იქ იყო მოტანილი ყურანის სიტყვები ზუსტად. რომ დაიგეკისრება ჯიზია თქვენ. იმის სანაცვლოდ რომ თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა ჩვენთან, ნუ არ მიიღებთ ისლამს, მაგრამ აი ეს მესამე ალტერნატივა, რაც გათვალისწინებული იყო წიგნის ხალხისთვის. თქვენ დარჩებით თქვენს რწმენაში, თქვენს რელიგიაში, დარჩებით ქრისტიანებად, მაგრამ გადაიხდით ჯიზიას და იქნებით დამცირებულები. ეს ყურანის ტერმინია. ვისაც ძალიან აინტერესებს, გადაშლის ყურანს, მე-9 სურას 29 აიას წაიკითხავს და დამცირებულები ეს ტერმინი არის იქიდან. ეს ტერმინი მოყვება პირველი ლაშქრობებიდან დღემდე. ყველა დაცვის სიგელები დღესაც გაიცემა გარკვეულ ტერიტორიებზე ქრისტიანების მიმართ და დღესაც მოიხსენიება ყურანის ის სიტყვები. და ჯიზია. ჯიზია არის უკიდურესად ისეთი ზოგიერთ პერიოდში არც თუ ისე დამამძიმებელი ეკონომიკურად გადასახადი, მაგრამ აი ეს დამცირება, აი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, ხო? კაი, გადასახადს ახდევინებ კაც, ნუ გასაგები გადასახად ზოგიერთს ყველა იხდო. ეს დამცირება რა არის? აი სპეციალურად იყო ხაზგასმული, რომ თქვენ რადგან რჩებით თქვენს რწმენაში და არ იღებთ ისლამს, აი გადაიხდით ჯიზიას და ამით იქნებით დამცირებულები. ანუ შეხება გიკითხებთ, სირიაში ქრისტიანები იხდიდნენ? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღევანდელ სირიაში და მე-20 საუკუნის სირიაში შარიათის კანონები ესე არ მოქმედებდა საყოველთაოდ. თუმცა ასადების მმართველობის დროსაც კი ზოგიერთი სამოქალაქო საქმე შარიათის სასამართლოს განხილვის საგანი იყო. და ეხლა მუშავდება სირიაში ახალი კონსტიტუციის შემუშავება მიმდინარეობს. ყველა საინტერესო ის არის, ვინ უნდა შეიმუშაოს. კომისიის წევრების არც გვარებს, არც რეგალიებს არ გვეუბნებიან, ჯერჯერობით არ ვიცით. ამას კიდე არ აუშავს, გამოქვეყნდება ტექსტი და გავიგებთ რა იქნება იქ. მაგრამ ის რომ აქ არ იყოს გათვალისწინებული შარიათის კანონის მუხლები, ეს არის სრულიად შეუძლებელი, იმიტომ რომ ალ-ჯულანი, რომელიც დაბადებიდან არა, მაგრამ ნუ ახალგაზრდობიდან შარიათის მიმდევარი და დამნერგავი იყო. ახლა უცებ ამან გადაიტრიალოს გონება და რომის სამართალი მოინდომოს სირიაში, ეგრე არ გამოვა, იმიტომ რომ მისი მომხრეები ამას ვერ გაიგებენ. და მისი მომხრეები ძალიან სერიოზული მებრძოლები და აი ჩვენთან რომ უწოდებენ ჯიჰადისტები, აი ესენი არიან. სხვადასხვა ჯურის და სხვადასხვა ქვეყნის. ასე რომ სირიას წინ ძალიან მძიმე დღეები ელის და აი ის სულ ახალი ამბავი, რაც უკავშირდება ქურთების შემორიგებას სირიის ტერიტორიაზე, ზუსტად იმ შიშს უკავშირდება, რაც მათში საუკუნეების განმავლობაში ჩანერგეს მომხდურებმა სხვადასხვა კონფესიის ადამიანებში. ხელშეკრულება გაფორმებულია, ქურთების შეერაღებული რაზმები აცხადებენ ლოიალობას არსებული ხელისუფლების მიმართ, უერთდებიან სახელმწიფო ქვედანაყოფებს, შეერაღებულს, არაშეერაღებულს და ნუ ერთ შეხედვით ქურთებსა და აი ახალ ხელისუფლებას შორის მშვიდობა დამყარდა. ნახოთ რამდენ ხანს გასტანს ეს მშვიდობა. გვაჩვენებს უახლოესი მომავალი. აი ესე დემონსტრირებულად გენოციდი რა მიზნებს ემსახურებოდა? ხო შეიძლება ესეთი გენოციდი იყოს, სადაც სამაგიეროს გადახდა. სამაგიეროს გადახდა. რა თქმა უნდა, სამაგიეროს გადახდა. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო ვთქვათ რომ ალავიტები რომლებიც ხელისუფლების ძირითად ნაწილს შეადგენდნენ ყველა რგოლში, ყველა წამყვან თანამდებობაზე, ეხლა რო ვთქვათ რომ ისინი ადამიანის უფლებებს იცავდნენ სირიაში ზედმიწევნით, ეს იქნება დიდი ტყუილი. არ იცავდნენ, რა თქმა უნდა.
მაგრამ ის რომ გენოციდს უწყობდნენ სუნიტებს ან სხვა კონფესიის ადამიანებს, არც ეს არ იქნება მართალი, მსგავსი არაფერი მომხდარა იქ. ცალკეული ადამიანების და ცალკეული ჯგუფების და დაჯგუფებების ჩაგვრა და შევიწროება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა, მაგრამ ესეთი მასშტაბით არა. შეუძლია ახლა ვინმე რომ შემახსენოს 80-იანი წლების დასაწყისში ქალაქ ჰამაში განვითარებული მოვლენები, სადაც 30,000 ადამიანზე მეტი რამდენიმე დღეში გაანადგურა ჰაფეზ ალ-ასადმა. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორია და ორი მაგდენი დაკარგულად ითვლება. ნუ ესე იგი დაღუპულია ისინიც. იქ ერთ-ერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ამბოხება მოაწყო და ხელისუფლება გახდა იძულებული ქალაქისთვის შემოერტყა ალყა და პრაქტიკულად მთელი ქალაქი გაანადგურეს. საუბარია ორგანიზაცია მუსლიმ ძმებზე. აი, მაგრამ ეს არ ივარგებს საპირწონე მაგალითად, იმიტომ რომ იქ სულ სხვა მოვლენები განვითარდა და ეს იყო. აი რაღაცნაირად ისე რომ რაღაც ქრონოლოგიურად რომ მივიდეთ. ზოგადად მე რაც წამიკითხავს, ზუსტად სტატიების სახით ვეცნობოდი ამ ამბებს. როდესაც დეკოლონიზაცია მოხდა არაბული სამყაროს, იქ საკმაოდ ძლიერი იყო სეკულარული ძალები. და ეს რადიკალური ისლამური ჯგუფები ძირითადად ტოვებდნენ და მიდიოდნენ დასავლეთში. დასავლეთში შექმნათ მათ საკუთარი ფინანსური ორგანიზაციები, დასავლეთში მოახერხეს მათ ორგანიზებას, იდეოლოგიის ჩამოყალიბება, დასავლეთიდან ახორციელებდნენ ისინი პროპაგანდას. ესე იგი, ნუ ხო ლოგიკურია რომ დასავლეთი ამ პროცესებს ესე იგი მხარს უჭერდა, ხო? ახალისებდა. და დღესაც ვხედავთ სწორედ ევროკავშირის რაღაც ქმედებებს, როდესაც პრინციპში სანქციებს უხსნის ამ ახალ ხელისუფლებას და არის ეჭვი რომ თანამშრომლობენ ესენი ახალ ხელისუფლებასთან და ლოგიკა ესეთია რომ ანტი-ირანული იქნება ეს ახალი ხელისუფლება და ბუნებრივი ანტირუსულიც. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ რომ ჩრდილოეთ ტერიტორიები დაკავებული აქვს სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიები დაკავებული აქვს თურქეთს. ჩვენ ხედავთ რომ ისრაელის გარკვეულწილად გააქტიურებულია სირიაში. და ძალიან გააქტიურებულია. და ხედავთ მოკლედ ისეთ სურათს ხედავთ რომ თითქოს საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ და შეთანხმებულ სახელმწიფოს ჩამოშლასთან ესე ვთქვათ. სადაც ძალიან ბევრი აქტორის ინტერესი ან დაემთხვა, ან თავიდანვე საერთო ინტერესი იყო. აი, რაღაცნაირად რომ აღვიქცეროთ ეს პროცესი როგორ ხდებოდა და ვის რა ინტერესი ჰქონდა ამ რეგიონში. მოგეხსენებათ რომ ზოგადად სამყაროში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და ურთიერთკავშირშია ძალიან მჭიდრო. ნუ ეხლა ეს შეიძლება გავამრავლოთ 2-ზე ან 10-ზე და იგივე შეიძლება ითქვას ახლო აღმოსავლეთს. ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ზოგადად ტერორისტული ორგანიზაციების შექმნა გარეძალების მიერ, მხარდაჭერა მათი შეიარაღება და მათი წახალისება ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე იმათთვის, ვინც ამას აკეთებს. აი ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი არის, აი კლასიკური მაგალითი ამისი. განუზომელი მხარდაჭერა ალ-კაიდასი, რომელიც ებრძოდა საბჭოთა კავშირს ავღანეთის ტერიტორიაზე, ყველანაირი მხარდაჭერა იქ შეიარაღებით, ფინანსებით, ლოჯისტიკით, ყველაფრით და 2001 წლის ტერაქტი ნიუ-იორკში, ხო? ასეთი მაგალითი 1 და 2 არ არის. ევროპას რა ინტერესი? ისეთ რა, აი ნახეთ, როდესაც ალ-ჯულანი მოვიდა ხელისუფლებაში, აი რამდენიმე დღე იყო გასული და ევროპის წამყვანი ქვეყნების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ ალ-ჯულანისთან. ხლა არ ვიტყვი რომ ეახლნენ, მაგრამ ნუ ვიზიტია და ჩავიდნენ და შეხვდნენ მას. ნუ რა იყო ესეთი სისწრაფის მიზეზი და რას უკავშირდება? ეს არის სირიის ფაქტორი თვითონ. სირიას ღუპავს თავისი გეოგრაფია. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, აი რომ გადახედოს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებლებმა ახლო აღმოსავლეთის რუკას, დარწმუნდება მაშინვე რომ სირია ძალიან ბევრი მიმართულების გზაგასაყარზე მდებარეობს. ესე იგი ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის როგორც თურქეთია, გასასვლელი დანარჩენ სხვა ახლო აღმოსავლეთზე, თქვათ იორდანია, თქვათ ისრაელი, იქით უფრო საუდის არაბეთი და ასე შემდეგ. სირიის გარეშე შეუძლებელი სირიის ტერიტორიის გავლის გარეშე.
ნახე იმაზე აღარაფერს ვიტყვი რომ სირია ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ძალიან მდიდარია. იყო მოსაზრება რომ სირიაში რა არის სირიაში არაფერია ნავთობი არ არის, გაზი არ არის. ნავთობიც არის, გაზიც არის. უამრავი სხვა რესურსი რითი ძალიან მდიდარი აქვს ქვეყანა და განსაკუთრებით შელფზე აღმოჩენილი ბოლო დროს ბუნებრივი გაზის წარმოუდგენლად დიდი რესურსები, რომლის ხელს ჩაგდება უნდა ყველას. ეხლა ახლო აღმოსავლეთი განსაკუთრებით სპარსეთის ყურე. ისე სპარსეთის ყურეს არაბთან საუბრისას არ ურჩევ რომ თქვას ვინმე, იმიტომ რომ ძალიან გაღიზიანებას იწვევს. არაბები არაბეთის ყურეს უწოდებენ მას. მაგრამ ჩვენ მაინც უწოდოთ სპარსეთს. სპარსეთის ყურის ქვეყნები ცნობილია თავისი სიუხვით, ბუნებრივი გაზის, ნავთობის ასე შემდეგ. ძალიან კარგია, როდესაც რომელიმე ქვეყანას გააჩნია ასეთი რესურსი. ძალიან კარგია, როცა ამ რესურსზე არის მოთხოვნილება სხვა ადგილას, თქვა, რამდენიმე 1000 კილომეტრის მოშორებით, მაგრამ მე დგება შეიძლება ითქვას უმთავრესი საკითხი. მიბმა ამ ორი წერტილის მიწოდება და მოთხოვნა, ხო? აი რაღაც პერიოდში დაახლოებით ეს რატომღაც ჰოიდა საოცრება ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც არაბული გაზაფხულის ტალღამ გადაუარა სირიას და კიდე არაერთ ქვეყანას. დღის წესრიგში დადგა სირიის ტერიტორიის გავლით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ენერგორესურსების მიწოდების. ახლა სირია იმ პერიოდისთვის ძალიან მყარად იყო დამოკიდებული ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. სირიის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და მანამდე საბჭოთა კავშირთან ყოველთვის ძალიან თბილი და ძალიან კარგი იყო. საბჭოთა პერიოდში აი შემიძლია გითხრათ რომ 2000 მხოლოდ ოფიცერი მსახურობდა საბჭოთა ჯარის სირიაში. წარმოგიდგენიათ 2000 მხოლოდ ოფიცერი. რა თქმა უნდა ამას ირანის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება მოყვა ამას. მით უმეტეს რომ ენერგორესურსების მიწოდება სპარსეთის ყურიდან ესეთი მოკლე გზით და არ დამოკიდებული საზღვაო მიმოსვლაზე, ტანკერებზე და მაინც შეზღუდულ რაოდენობებზე იწევდა დამოკიდებულების შემცირებას რუსეთის გაზისა და ნავთობპროდუქტების. ამიტომ აქ ამ კონფლიქტის გაჩაღებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის აი ამ ფაქტორს, რომ ბაშარ ალ-ასადმა უარი თქვა ამ მილსადენების გატარებაზე თავის ტერიტორიაზე, სირიის ტერიტორიაზე. ამას მოყვა მერე გარკვეული საომარი მოქმედებები და რომელიც დაწყებული იყო უკვე ერახში. ანუ რუსეთის გამო თქვა ეს უარი, ესე გამოს. ძირითადად ირანის გამო, რუსეთის მცდელობები რა თქმა უნდა იქნებოდა აქ. ხომ გესმით, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ არადოკუმენტების სახით, არც ერთ ჩვენთაგანი არ ესწრებოდა და იმ მოლაპარაკებებს, სადაც ბაშარ ალ-ასადს დაურეკეს მოსკოვიდან და უთხრეს, რომ იცი რა, ვერ გაივლის მანდ ვერანაირი მილსადენი. ეს არის ლოგიკური დასკვნები, რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და ეს ნამდვილად ესე იქნებოდა. გაგრძელება იყო სირიის ამბებისა, სირია მიბმული იყო ერაყის მოვლენებთან. ეს ერაყის მოვლენებიც აი პრაქტიკულად მე ვერ ვიტყვი რომ უცოდინარობით იყო გამოწვეული, ხა როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც 10 წლეულების განმავლობაში მართლობის ყველა სადავე ხელში ჰქონდათ სუნიტებს, უცებ ჩამოაშორო ეს სუნიტები, გაუშა სახლში ყველა და მოიყვანო შიიტები და ქურთები ხელისუფლების სათავეში. ეს წარმოუდგენელი ახლო აღმოსავლეთში ესეთი კვეთრი მოძრაობები ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს, ძალიან ცუდ შედეგებს და შიიტების რაოდენობა კი იყო და ეხლაც არის ერახში ნახევარზე მეტი, მაგრამ ძალაუფლება ყოველთვის სუნიტებს ჰქონდათ. ეხლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიფიქრეს და განახორციელეს კიდეც წარუმატებლად, აი შეატრიალეს ეს სიტუაცია და მხარი დაუჭირეს შიიტებს, ადგილობრივ შიიტებს. ამან მეორე ცუდი შედეგი მოიტანა, გარდა იმისა, რომ სუნიტები აჯანყდნენ და დაკარგეს ყველაფერი, ხო, ძალაუფლება, სიცოცხლე დაკარგა ბევრმა. ამან გამოიწვია ირანის როლის გაზდა ერაყის ტერიტორიაზე და ერახში ახლა განუზომლად დიდია ირანის ავტორიტეტი და გავლენა და ძალაუფლება და ყველაფერი და ირანს მისცა ამით იმის საშუალება მიეცა, რომ გასულიყო ხმელთაშუა ზღვაზე. აი ირანელები ამბობდნენ, რომ ჩვენ მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც ადამიანი დაждდება თეირანში მანქანაზე და ჩავა ხმელთაშუა ზღვაზე და ახერხებდნენ ამას.
გარკვეული პერიოდი ამას ახერხებდა. დღეს ვეღარ ახერხებენ ამას. ახლა საჭიროება დადგა, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ შეცვლილიყო კარდინალურად და 180 გრადუსით შემოტრიალებულიყო სიტუაცია. ხა სირიაში ირანის გავლენები იყო განუზომელი. პრაქტიკულად სირიის მოქმედ სამთავრობო ჯარებს აკონტროლებდნენ ირანელები, დანახარჯები კოლოსალური, მილიარდებზე იყო ლაპარაკი. არაერთი და 2 და 5 ირანელი გენერალი იქნა მოკლული სირიის ტერიტორიაზე შეტაკებების დროს და პრაქტიკულად ირანი თავისი ეგრეთ წოდებული პროქსი ძალებით იცავდა სირიას. ნუ, როდესაც მიხდნენ, რომ ბოლომდე არ გამოდიოდა ამის კეთება, მიიწვიეს რუსეთი და 2015 წლიდან უკვე რუსეთი იყო აქტიურად ჩართული ამ საქმიანობაში, სირიის ხელისუფლების გადარჩენაში. მაგრამ ეხლა მოხდა, აი როგორც მოგახსენეთ ზუსტად 180 გრადუსით შეტრიალება და შიიტების როლი გაქრობის ცდელობა და სუნიტების მობრუნება. ესენი სუნიტები არიან ყველანი, ეს ალჯულანი და მისი ბანდის წევრები ყველა სუნიტები არიან. იქ არც ერთი შიიტი არ ყავთ მაგათ. თავიანთ რაზმებში. და ხარდამჭერი ვინ არის? მთავარი ხარდამჭერი არის სუნიტური თურქეთი. ხო? თურქეთს თავისი გეგმა. ყველა დიდ რეგიონალურ მოთამაშეს თავისი გეგმა აქვს სირიასთან მიმართებაში, თავისი ინტერესი აქვს. ყველას აბსოლუტურად. ისრაელს თავისი. ისრაელს შემთხვევითი არ იყო, რომ თითქმის დამასკოს კარიბჭემდეა მისული ისრაელის ტანკები ახლა და მთლიანად აკონტროლებენ არა მხოლოდ გოლანის მაღლობებს, რომელიც ისედაც მათი კონტროლის ქვეშ იყო, ანუ წინ წაიწიეს კიდე და მეორე ბუფერული ზონა შექმნეს. იმ მოტივით, ალბათ სამართლიანი მოტივით, რომ ისინი იცავენ დრუზებს იქ. დრუზებს დიდი საფრთხე ემუქრებათ. დრუზებმა აი სულ ახალი ამბავია გამოაცხადეს საკუთარი არმიის შექმნის შესახებ და სთხოვეს ამ საქმეში დახმარება ისრაელს. ისრაელი დიდი სიამოვნებით თანხმდება ამაზე, რა თქმა უნდა. ეს კი არა და ალავიტებით სთხოვენ დახმარებას ისრაელს და ისრაელი მათ უარს არ ეტყვის, მინდა გითხრათ არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჯერ ერთი ალავიტებს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგანან ისინი. თან ისრაელის გავლენის სფერო თუ გავრცელდება სირიის ტერიტორიაზე, რაც შეიძლება სიღრმეში, ისინი ამაზე უარს არ იტყვიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ ისინი თურქეთის ინტერესებს ეტაკებიან. მაგრამ ებრაელები და თურქები მოილაპარაკებენ. ირანის ფაქტორი თქვით, რომ მობრუნდებიანო. თუ ეხლა დაეცა და ჩვენ ხედავთ, რომ თვითონ ირანში უკმაყოფილება არის, საკმაოდ დიდი თანხები ჩაედო იმისთვის, რომ ეს ირანის გავლენები სირიაში ყოფილიყო საკმაოდ დიდი, ხო? საკმაოდ დიდი თანხები იყო მას ჩადებული და ეხლა ის რომ სოციალური პრობლემა არის და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნავთობით და გაზით სახელმწიფოში ბევრ სოფელში არ არის გაზი და ბევრ დასახლებულ პუნქტში არ არის გაზი, ესეთი პრობლემაა ირანში. და ეს იწვევს შიდა რაღაც პრობლემებს. აი როგორ უნდა დაბრუნდეს და რა მსხედავთ ამისთვის, რომ ირანი კვლავ შემოვიდეს და დაბრუნდეს იქ, სადაც ფიასკო განიცადა. სავალდებულო არ არის, რომ ისინი რეალურად დაბრუნდნენ. მთავარია ის ქმედებები, რაც ისინი განახორციელებენ. ირანის ხელისუფლებისთვის, მოლების ხელისუფლებისთვის, როგორც მათ უწოდებენ არაბები და აღმოსავლეთში, ის ომი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სირიის ტერიტორიაზე და ერაყის ტერიტორიაზე, ძალიან დიდწილად ირანიდან ფინანსდებოდა და ეხლა უცებ ირანის მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რომ ეს ამხელა თანხები, ამხელა მსხვერპლი ტყუილად იქნა გაღებული, სრულიად წარმოუდგენელია. ვუბრუნდები იმ აზრს, რომ არ არის სავალდებულო, რომ მათ იგივე წარმატებას მიაღწიონ სირიაში, ვთქვათ. თავარია ისინი რას მოიმოქმედებენ და რას გააკეთებენ სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. და ისინი რომ არ გაჩერდებიან ფაქტია, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა მიმართული გასული 10 წლების განმავლობაში, იგივე ლიბანის ჰიზბალაჰის მიმართ კოლოსალური სამხედრო და ფინანსური დახმარება იქნა გაწეული. დახმარება რა მათივე შექმნილია და მათივე ორგანიზაცია იყო. ერთი შეკითხვა მაქვს. აი ირანის ისტორიასაც რო გადავხედოთ, ყოველთვის ირანი იყო დასავლეთის მოკავშირე.
იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი შიიტური სახელმწიფო არის რეგიონში, ტრულ გარემოცვაში არის და მეორე რომ ეს ყოველთვის იყო დამაბალანსებელი, თავის დროზე ოსმალეთის იმპერიის და ეხლა უკვე ესე იგი სუნიტური სამყაროს. ეხლა გამოდის რომ პრობლემა აქვს დასავლურ სამყაროსთანაც, პრობლემა აქვს მეზობლებთანაც. რუსეთთან ეს ურთიერთობა, ეს არ არის კლასიკური გაგებით სამხედრო ალიანსი, ეს არ არის. რა თქმა უნდა. ეს არის უბრალოდ რაღაც თავდაუსხმელობის პაქტი უფრო არის, ვიდრე რაღაც ალიანსი, ხო? ჩინეთიც მაინც და მაინც ახლოს არ არის და ჯერ შორს არის, რომ ჩინეთს დაეყრდნო. და აქ ლოგიკური ხო იქნებოდა, რომ რაღაცნაირად პროდასავლური პოლიტიკა აერჩია. რაღაცნაირად გადაეთამაშებინა. მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტად პროდასავლური პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა და ახორციელებდა ირანის შაჰი, წარმოუდგენელი იყო და შეუძლებელი იყო. და ამას აღიარებდა მთელი სამყარო, რომ ეს არის დასავლური სამყაროს რეალური და ღირსეული დასაყრდენი ახლო აღმოსავლეთში, ირანი. მაგრამ მე რატომღაც გასაგებია ახლა იქ ირანში ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა რეგიონზე და რა სამყაროზეა ლაპარაკი, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ცოტა სხვაგვარად არის ჩანერგილი, გაზიარებული და განხორციელებული, ხო? არ შეიძლება ვთქვათ ავღანელ ხელისუფალს მოსთხოვო იგივე პირობების დაცვა დემოკრატიის კუთხით, როგორც ვთქვათ ნორვეგიის ხელისუფლებას, თუნდაც ბულგარეთის ხელისუფლებას, ხო? სხვა სამყაროა, სხვა ცივილიზაცია, აქ ის მეთოდები არ მუშაობს, სხვა ტრადიციებია, სხვა რელიგია, ბოლოს და ბოლოს. რატომ ბოლოს და ბოლოს თავი და თავი. რაღაც პერიოდში ირანში შაჰების მოღვაწეობა ძალიან აითვალწუნეს დასავლეთის წამყვან ქვეყნებში. სად აითვალწუნეს? ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. ხო, ჯიმი კარტერს ძალიან არ უყვარდა მოჰამედ რეზა ფეხლევი. გასაგებია, ახლა შეიძლება ვიღაცა არ უყვარდეს, მაგრამ ამის გულისთვის შეიძლება ეს აიათოლები მოიყვანო ხელისუფლებაში, შენ მაქმედებამ ნეფსი თუ უნებლიეთ. ასევე დიდ ბრიტანეთში გქონდა პრობლემები უკვე ბოლო პერიოდში ირანის შაჰს. ანუ თქვენ ახლა აბრალებთ, მოდი ესე ვთქვათ, დასავლეთის პოლიტიკის ჩავარდნას. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აი ეხლაც ბოდიში, აი ეხლაც აი ეს პოლიტიკა რაც აქვს ევროკავშირს. ერთი მხრივ ჩვენ სანქციებს, ჩვენ პოლიტიკოსებს სანქციებს უწევთ. მეორე მხრივ ესე ძალებს პირიქით სანქციებს ხსნიან და პრინციპში ხელს უწყობენ. ეხლაც ესეთი ჩავარდნები თქვენაც გამოიწვევს რაღაცნაირად რადიკალურ ისლამურ მოძრაობების გაძლიერებას. კი, რა თქმა უნდა, უკვე გამოიწვია აი იმ ვაკუუმმა, რომელიც შეიქმნა სირიის ტერიტორიაზე, ძალიან დიდი თავის ტკივილი გააჩინა ისლამური სახელმწიფოს სახით, რომელიც გამქრალიც არ იყო, არც განადგურებული არ იყო ბოლომდე, უბრალოდ მიმალულები იყვნენ და თავის საქმეს აკეთებდნენ. მათ წამოყვეს თავი და ეს დიდი თავის ტკივილი გახდება უახლოეს მომავალში. აი ის ისლამური სახელმწიფო, რომელიც ერახში შეიქმნა და მეორე გავრცელდა სირიაში და ბევრგან და კავკასიაშიც რო აქვთ თავისი ფილიალი. იმაზე მოგახსენებთ. ხო და რაც შეეხება ორიოდი სიტყვით დავამთავროთ ირანის თემა თქვენის ნებართვით. ხო ვერ გავიხსენებთ რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავით ჩაფრინდა აიათოლა ხომეინი თეირანში და საიდან ჩაფრინდა და ეს ხელკავ გადებული ჩაიყვანეს თვითმფრინავის ტრაპზე თეირანის აეროპორტში. გადასახლებული იყო ეს კაცი, გაქცეული იყო და იმალებოდა პარიზის მახლობლად იყო თავისთვის წიგნებს კითხულობდა და იყო წყნარად. უცებ დასვეს თვითმფრინავს და ჩაიყვანეს თეირანში არეულობის ყველაზე პიკი როდესაც იყო და ნუ ეხლა ხალხს მეტი რა უნდა. მაგრამ არ ვიცი რატომ გაკეთდა ეს. გათვლა იყო იმისთვის რომ ეს მომხდარიყო, რაც მოხდა, შემდეგ და ძალაუფლება ხელში აიღო აიათოლებს, ეს უნდათ დასავლეთ. თუ ეს უნდათ, წინვალეთ მიაღწიეს შედეგს. თუ ეს არ უნდათ, მაშინ მათი ანალიტიკური ცენტრები სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, რა წიგნებს კითხულობდნენ და სად მიიღეს განათლება. ესეთი ამბავი. ეს ამბები დღესაც გრძელდება. თითზე კბენანი ლიბიის ამბების გამო, რომ რატო ჩაერინდნენ ლიბიაში, რას ერჩოდნენ იმ მუამარ კადაფის, რომელიც თვითონაც არ ამბობდა, რომ დემოკრატი ვარო. რას ერჩოდნენ იმ ხოსნი მუბარაკს ეგვიპტეში, რომელიც ჩამოაგდეს და
ჩაანაცვლეს მუსლიმი ძმების ტერორისტული ორგანიზაციით და მე თბილისის ქუჩები გაივსო ქრისტიანი კოპტებით აქ გამორეკეს იქიდან და ეკლესიების წვა დაიწყეს იქ და მე ისე ვიძულებული გახდა დასავლეთ სამყარო რომ სამხედრო გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ და ეს აბდელ ფათაჰ ას-სისი რომელიც დღევანდელი პრეზიდენტია მოეყვანათ ხელისუფლების სათავეში კიდევ კარგი თორემ ახლა წარმოგიდგენიათ ის ხელისუფლება რო დარჩენილიყო 2013 წლის მერე ეგვიპტეში რა იქნებოდა გაცლიდნენ ქვეყანას ქრისტიანებისგან და ეგვიპტე ყოველთვის მუსლიმური სამყაროს ნაწილი კი არ იყო ეგვიპტეში რა უნდათ არაბებს საერთოდ ეგვიპტე იყო ქრისტიანული სახელმწიფო ჩაულებრივი იგივე როგორც სირია რატომ უნდა ერქვას სირიის არაბთა რესპუბლიკა რატომ უნდა ერქვას არაფრით არ უნდა ერქვას ისე მე როგორც ვიცი არაბულ სამყაროში ბერძნებს ეძახიან რატომღაც სირიელებს მინდა გითხრათ რომ არაბულ სამყაროში საერთოდ სირიელებს გამორჩეული პატივისცემით ეპყრობიან მესმის კარგად იმიტომ რომ მეტად ცივილიზებული ხალხია გამორჩეული განსხვავებული მენტალიტეტის ხალხია და ამიტომ სირია ძალიან დაფასებული ქვეყანა იყო თუმცა ძალიან ბევრმა ქვეყანამ ხელი შეუწყო იმ მდგომარეობას რაც დღეს იქნება იქ სპარსეთის ყურის ქვეყნებზეა ლაპარაკი თავიდან საუდის არაბეთმა მერე შეწყვიტა კატარს დღემდე არ შეუწყვეტია ეს ამბები და ჩარევები უხეში და არასწორი ჩარევები სირიის საქმეებში და ესეთი ამბებია იქ სამწუხარო. გასვლა ის იმაზე ხომ არ არის რომ თურქეთი ამ ძალებს გააკონტროლებს. და თურქეთით მერე დასავლეთი საკუთარ პოლიტიკას გაატარებს. თუ ეს გათვლა აქვს ძალიან არასწორი გათვლა, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ძალების გაკონტროლება. ტერორისტი ადრე თუ გვიან რადიკალი ადამიანი გრძნობს რომ მას ვიღაცა აკონტროლებს და ეს ძალიან დიდი დისკომფორტია მისთვის. ყოველთვის ასე იყო. ყოველთვის ასე იყო. აი ბოლომდე დამორჩინებული ტერორისტი არ არსებობს ასეთი რამე. ის გამოდის მერე კონტროლის ზონიდან და იწყებს დამოუკიდებელ მოქმედებას და ეს დამოუკიდებელი მოქმედება ძალიან ხშირად იმ ტერიტორიაზე ხორციელდება, საიდანაც მხარს უჭერენ მათ. თურქეთის ტერიტორიაზე არაერთი ტერაქტი მოხდა, ისეთი მძლავრი, საშიში და საშინელი ტერაქტები მოხდა. ზუსტად იმ ძალების მიერ იყო განხორციელებული, ვისაც მხარს უჭერდნენ თურქები. საიდან გადადიოდნენ სირიასა და ერაყში ეს შუაზიელი და უიღური ტერორისტები, კავკასიელი ტერორისტები თუ გნებავთ, ჩრდილო კავკასიიდან და რა ვიცი, ვოლგისპირეთიდან და ასე შემდეგ. თურქეთის გავლით გადადიოდნენ იქ. თურქეთის სპეციალურმა სამსახურებმა ეს არ იცოდნენ, რა თქმა უნდა იცოდნენ, მაგრამ ხელს უწყობდნენ. იმიტომ რომ ამაზე კეთდებოდა ამ მოვლენებზე, კეთდებოდა ბევრი ფული, ბევრი გავლენა და ასე შემდეგ. მე მახსოვს, როდესაც ისლამური სახელმწიფო იყო ჯერ კიდევ რაღაც 2014 წელი იყო სიმაღლეში ხო, როდესაც გააკონტროლა საკმაოდ დიდი ტერიტორიები და ასე შემდეგ. საქართველოსთან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. დიახ. არა მარტო საქართველოს, ჩრდილო კავკასიიდან ხო მიდიოდნენ ადამიანები. დიახ. და იმ დროს დაისვა რაღაც შეკითხვა, როგორი პოლიტიკა უნდა გაგვეტარებინა საქართველოს ამ მიმართულებით. საბედნიეროდ ისეთი ტრაგიკული ჩვენთვის არ აღმოჩნდა იმის მიუხედავად რომ ბევრი პრობლემები შექმნა. მაგრამ აშკარა რომ ჩვენი რეგიონი თად მოწყვეტილი არ არის ამ ამბებს და მოკლედ თქვენ რა იცით ამის შესახებ ესაც თქვით და იმაზეც ვიმსჯელოთ არის თუ არა ეს ყველაფერი ჩვენთვის საფრთხე. და როგორ შეიძლება ამ საფრთხეს რაღაცნაირად განეიტრალება. ამ შეკითხვას პასუხობ ხოლმე პატარა შესავალით 2014 წელს ძალიან დიდი თანამდებობის პირს, რომელსაც უშიშროების პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო თუ რაღაც ესეთი ერქვა და მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კითხეს, რომ ისლამური სახელმწიფო შეიქმნა ერაყში და სირიაში და ჩვენთვის რაიმე საფრთხე ხო არ არის? გაეცინა სად ჩვენ და სად სირია ერაყი? რა შუაში ვართ ჩვენო? რა სულელურ შეკითხვას მაძლევთ ახლა მე? რამდენიმე წელიწადში მე ტერაქტი განხორციელდა აგერ თბილისში. გახსოვთ შეერაღებულები რომ გადმოვიდნენ. ისინი ისლამურის ქუჩაზე. დიახ, ზუსტად ეგენი იყო. ზუსტად ეგენი იყვნენ. იქ რამდენიმე ადამიანი იყო, თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანი იყო. ხო 4 თუ 5 კაცი იყო, მეტი კი არ იყო იქ და მთელი საქართველოს ფეხზე იდგა მაშინ, იმიტომ რომ იყო საფრთხე რომ
და იმის მოლოდინი, რომ ასეთი პატარა ჯგუფები სხვა ტერიტორიებზეც არსებობდა. კიდე კარგი არ აღმოჩნდა. და რომ აღმოჩენილიყო, მე სად მივდიოდით ჩვენ. თქვათ, მერთმა დაიფაროს და ქუთაისში რო კიდე 4 კაცი ყოფილიყო, ბათუმში 3, აქ თელავში კიდე 2. რა ძალები ეყოფოდა ახლა ამათ განეიტრალებას, იმიტომ რომ იმ ადგილას, სადაც მე აფეთქებები მოხდა და ადამიანები დაიღუპნენ, მათ შორის ჩვენი სამართალდამცავიც დაიღუპა იქ, ხო მართალია, სპეცრაზმელი. იქ იყო ასობით ადამიანი მობილიზებული და ამას ქვეყანა ვერ გაუძლებს, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს ამას. ამიტომ ამას სჭირდება პრევენცია, ყველაფერს სჭირდება პრევენცია. ტერორიზმთან ბრძოლა, როდესაც ტერორისტს უკვე იარაღი უკავია ხელში, უკვე დაგვიანებულია ის. ის უკვე რაღაცა გაშვებულია ხელიდან და ცუდად არის ესე იგი საქმე. მე როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი NGO, ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე ვიცი. NGO ხელს უწყობდა მაგალითად სალაფიტებს, სხვა ესეთ ჯგუფებს. მე ისაც ვიცი, რომ ის ლიტერატურა, რომელიც აკრძალულია აზერბაიჯანში, ისლამური ლიტერატურა, ის ჩვენთან თავისუფლად შემოდის, აბსოლუტურად. და ჩვენთან არსებობს რაიმე სია ლიტერატურის, რომელიც არ შეიძლება შემოდიოდეს. ინტერნეტში და თავისუფლად ტერორიზმის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ნათარგმნი. ქართულ ენაზე ნათარგმნი. მე ლინკს მოგცემთ და ნახეთ. ღია რესურსებია ესენი. გამიკვირდა თავიდან რომ ნახე. ეს ნახე 10 წლის წინ. ეს ვიფიქრე რომ უცებ აიღებენ. არაფერი, სადაც იდო ისე ვიქდეოს ის. და შემოტანით შემოდის ზღვა რაოდენობის ასეთი ლიტერატურა. ძალიან დიდი რაოდენობით. მე ბაჟემ როგორ უნდა გაარჩიოს ახლა ეს ექსტრემისტული ლიტერატურა თუ არ არის ექსტრემისტული, თუ ჩვეულებრივი რელიგიური უწყინარი ლიტერატურა. აი რა უნდა გხსნას მე ბაჟემ, რა უნდა მოვთხოვოთ. მაშინ იყო საუბარი მეც მახსოვს რაღაც ესევე პირდაპირ არ ვიყავი ჩართული, მაგრამ დისკუსიებში ვიყავი ჩართული ქართული ისლამურ პოლიტიკაზე. მე მგონი ჩვენ არა გვაქვს ეს შემუშავებული როგორი პოლიტიკა უნდა გქონდეს. ისაც მახსოვს რომ ირანელები გვთავაზობდნენ, იქნებ რაღაცა შიიტური სასწავლებლები, რომლებიც ნაკლებად არის ესეთ იმებთან მიმართებით შემწყნარებლური ეგეთ რადიკალური ტერორისტული ჯგუფებთან, ხო? ეგრე გაგვენაიტრიალებინა ეს პრობლემა არსებობდა კიდე შიიზმით გაგვენაიტრიალებინა. ხო, რაღაცა ესეთი მომენტი. რა კარგია. მე მგონი არასწორი ცუდი იდეა. ძალიან ცუდი იდეა. მაგრამ ფაქტია რომ საქართველოს ჭირდება საკუთარი ისლამის პოლიტიკა. ჩვენ ისაც გვახსოვს რომ აჭარიდან წასული ახალგაზრდები გვემუქრებოდნენ აქ და თავების წასვლით გვემუქრებოდნენ, ხო? მე იქიდან ძირითადი ნაწილი ცოცხალი აღარ არის. ცოცხალი აღარ არის. მე ერთ ადამიანს ვიცნობდი სოთაშოს 2008 წელს ჩვენ მხარეს იბრძოდა წარმოშობის ჩეჩენი იყო. და უცბად ხედავ რომ გარდაიცვალა სირიაში რა. იბრძოდა. ნუ ეს ძალიან ადვილია ესეთი ტრანსფორმაცია. ბევრი მიზეზი არსებობს, აი რა იწვევს ამ ტრანსფორმაციას, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ამისი. ეხლა საქმე რაშია იცით? ნუ გარდა იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მაგალითად, აი იგივე თქვენს ნახსენებ აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მედრესეში, რომელიც არის ისლამური სასწავლებლები, სადაც ასწავლიან ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, სასულიერო სასწავლებელია ისლამური. შეუძლებელია ლექტორი იყოს საზღვარგარეთის რომელიმე ისლამური სასწავლებლის კურსდამთავრებული. მას აზერბაიჯანში უნდა კონდეს დამთავრებული. ჩვენთან ძირითადად ყოველს ან თურქეთში აქვს ძირითადად თურქეთში, საუდის არაბეთში. არის კიდევ უფრო ცუდი ვარიანტები პაკისტანის მედრესეების კურსდამთავრებულები. იქ ვინ ასწავლა ამათ, რა ასწავლა, როგორ ასწავლა. ეს არის ბევრი არ არიან ესენი, მაგრამ რამდენიც არიან, მაგრამ ძირითადად არიან ეს მასწავლებლები, რომლებიც თვითონ არ იციან არაფერი. მაგრამ გავლენებს ხედავთ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა. ეს ძალიან მარტივია ამ გავლენების მოპოვება. ახლა ადამიანმა, როდესაც საერთოდ არაფერი არ იცის, ნუ ანბანის 500-ოს მცოდნე მისთვის უკვე რაღაცა სპეციალისტის დონეს წარმოადგენს, ხო მართალია რა და აი ხანდახან ესეთ ამბებთან გვაქვს საქმე ჩვენ, იმიტომ რომ მისაუბრია არაერთ პიროვნებასთან, რომელსაც მოეთხოვებოდა საკუთარი რელიგიის კარგად ცოდნა, მაგრამ საერთოდ აზრზე არ არის რა ხდება, უბრალოდ ყურმოკრული ამბებით ხელმძღვანელობს, მე ეს ყურმოკრული ამბები გადადის მოწაფეებზე და მე ეს მოწაფეები
ყველა არ აქვს ღვთისწყალობით, მაგრამ აკეთებენ იმას, რასაც მათი ხელმძღვანელი ეტყვის და დაავალებს და. როგორც ვიცი, აი ესეთი ის იყო სალაფიტები რომ შემოვიდნენ, აჯობეს აქაურ ბმულებს და აქაურ რითი აჯობეს იცი? ცოდნით რაღაც კონდეთ. ცოდნით აჯობეს. არაბული ენის ცოდნით, იმ განათლების, წყალებში განათლების, განათლება ნათელს ნიშნავს და ეხლა ეგ ცოტა სხვა რამეა. ადამიანი, რომელსაც საუდის არაბეთში მედინას ისლამური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ჩამოდის იქიდან დიპლომით და რაღაც ორიოდე ფრაზას არაბულად ეტყვის ვიღაცას აქ ჩვენთან, იმისთვის არის წარმოუდგენელი ავტორიტეტი ეს და მიყვება თვალდახუჭული. და პლუს ამას ლიბერალური რაღაცა დღესასრიგი ძალიან კარგი ნიადაგს ქრის ესეთი ძალებისთვის. აი ის ორგანიზაციები რამდენიმე მე სახელებით და გვარებით ვიცი ზუსტად, რომლებიც ხელს უწყობენ, აბა ვინმე გაბედოს და რაიმე თქვას ამ მიმდინარეობაზე, ან იმ ადამიანებზე, ვინც იქ მოღვაწეობენ ჭყალებში ამ ესენი ქმნიან მესეჯებს, ესაც მახსოვს. დიახ. და ისინი მიმეორებენ. დიახ, ესეა ზუსტად. საინტერესო თემაა ეს, რა თქმა უნდა, და ყურადღება მისაქცევი თემაა, იმიტომ რომ ჩვენთან ითვლება, რომ ეს არ არის საკ, რა ადამიანი ახლა მორწმუნეა, ლოცულობს, რა მოხდა, რა უნდა დააშავოს იმან. არ ვიცით, მოკლედ. უღრმესი მადლობა. 1 საათი ისე გავიდა, რომ ვერ შევნიშნე, ეგრე ვთქვათ. და ბევრი საკითხი ჩვენთვის არ იყო ნაცნობი. არ იყო ნაცნობი ის სპეციფიკა, რა სპეციფიკაც სირიაშია. და ჩვენ თუ უბრალოდ აი გეოგრაფიას ავიღებთ, ევროკავშირის ქვეყნებზე ახლოს არის სირია ჩვენთან. აქვეა ყურისძირში. ძალიან არის უფრო ახლოს, ვიდრე რა ვიცი, ბულგარეთი იქნება თუ რომელიმე სხვა ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირის სახელმწიფო. ძალიან საინტერესო რეგიონია. ეხლა ყველას პირზე აკერია ქალაქი ლატაკია და იქ მიმდინარე. ლატაკია კი არ ქვია იმას. იცით რა ქვია, გაუცდებით. ლაზიკია ქვია არაბულად. ლაზიკია. ესეც ამბობენ აი რეპორტაჟებს არაბულ ენაზე რომ მოусმინოთ. ლაზიკიას ახსენებენ, იმიტომ რომ ლაზიკია ქვია იმას. ლატაკია რუსული სახელია და გალათინებული რაღაც. რატო ქვია ლაზიკია? სწორედ ამიტომ გვჭირდება ბევრი სპეციალისტი, სწორედ ამიტომ გვჭირდება მედიაში სწორი ინფორმაცია, ვიყოთ ინფორმირებულები და არ გქონდეს რაღაცა მიამიტური წარმოდგენები, იმიტომ რომ თუ რამე შენდება ტერორიზმი, რამეზე შენდება ტერორიზმი, შენდება სწორედ მიამიტურ წარმოდგენებზე. სრული სიმართლე. ამიტომ ცოდნა და მხოლოდ ცოდნა არის ჩვენი ძალა და ამისთვის საჭიროა თქვენაირი ადამიანების და არა მარტო თქვენი სპეციალობის, არამედ ზოგადად მთელ რიგ სფეროში თავის სპეციალისტების, რაც შეიძლება მეტად წინ წამოწევა მედია სივრცეში და საზოგადოებრივ აზრის ჩამოყალიბებაში. მადლობა პირველ რიგში სტუმრებისთვის, მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, აუცილებლად გიპასუხებთ. მომავალ შეხვედრამდე.